ევროპარლამენტმა ოცნების პროპაგანდისტულ TV-იმედს საქმიანობა 1 წლით აუგრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულმა უწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ინფორმაციას TV-იმედი ავრცელებს და აზუსტებს, რომ TV-იმედი, რუსთავი 2 და პოსტ TV ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიას, რომელსაც ბოჭორიშვილიც დაესწრება. ფასების საუკეთესოა აღფრთოვანებული დავრჩი, ამბობს მილიონერი დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი, რომელმაც ცოლთან ერთად ბოლო დეკლარაციის მიხედვით საყიდლებსა და მოგზაურობაში ჯამში 700,000 ლარზე მეტი დახარჯა. ბერეკაშვილი იმ 15 პროდუქტის ღირებულებამ აღაფრთოვანა, რომელიც ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებელს გაიაფებული შესთავაზა. ის პარლამენტში ფასების კომისიას ხელმძღვანელობდა. დიდ მიღწევად მივიჩნევთ, რომ დიაგნოზის სწორად დავსვით, განაცხადა მილიონერმა დეპუტატმა. ძლიერი სეტყვა კახეთში მეორე დღეა სტიქია რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემებს ქმნის. სეტყვა იყო თელავის, გურჯაანისა და დედოფლის წყაროს რამდენიმე სოფელში. ადგილობრივების თქმით დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის 1 წლიანი ნარგავები და ხეხილი. რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. კანონპროექტი პუტინმა წარადგინა. შეთანხმება თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სხვა საკითხებში გაფართოებულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. თბილისს ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ გამოუხატავს.